შედეგზე მიჯაჭვულობა არის წარუმატებლობის რეცეპტი და ეს ეფექტი ახლახან საკუთარ თავზე გამოვცადე. რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა შემიძლია ამ ყველაფრის უკან მდგარი მექანიზმი აგიხსნათ. მოკლედ, ორჯერ მქონდა შემთხვევა, როცა ჩემმა ვიდეოებმა დიდი რაოდენობის ნახვები ააგროვა და ამან გამოიწვია ის, რომ ჩემი კრეატივი სრულიად მოკვდა. ვიდეოს თემატიკის მოფიქრებას ვცდილობდი და ტვინში მქონდა სრული სიცარიელე და მეთქი რა ხდება. დღეს ჩავუღრმავდი ამ ყველაფერს და აღმოვაჩინე, რომ როდესაც ჩემი პლატფორმა იზრდებოდა, თემატიკის არჩევისას ვცდილობდი, რომ მომეფიქრებინა რაიმე ისეთი, რაც წინა ვიდეოების ნახვების თამასას არ დააგდებდა. ვეღარ კონცენტრირდებოდი იმაზე, რაც გულწრფელად მაინტერესებდა და რისი გაზიარებაც მინდოდა, რაც რეალურად იყო თავდაპირველადვე იმისი მიზეზი, რატომაც ეს პროექტი წამოვიწყე. მოკლედ, როგორც კი ჩემი ყურადღება გადადიოდა პროცესიდან შედეგზე, ტვინი მიშად დაუნდებოდა და უარს აცხადებდა კოლაბორაციაზე. მაგრამ უყურეთ, როგორი კონტრავერსულია იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, თანაც კარგი, რაც ხშირ შემთხვევაში გვინდა ხოლმე. ამისთვის აუცილებელია, რომ პროცესი პროცესობდეს. პროცესია ის, რაც ქმნის შედეგს და პროცესის ხარისხი არის პირდაპირ პროპორციული შედეგის. თუ კი შენ მაშინ როცა უნდა იყო პროცესში ჩართული, ფიქრობ შედეგზე. ვისაკლდება პროცესს და მერე შესაბამისად შედეგს ჯაჭვური რეაქციით. გარდა იმისა, რომ ყურადღება აკლდება, როდესაც შედეგზე ძალიან ბევრს ნერვიულობთ, გვიდავლდება პერფორმანსი. ნერვული სისტემა აჟიტირებულია და შიშის რეჟიმში არის გადართული, რომ აი აბა გამოვა, არ გამოვა. ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში გაკეთებული საქმე ვერანაირად ვერ იქნება უმაღლესი ხარისხის. სანამ შენი ტვინი ნერვიულობს შედეგზე, ზიანდება ის ერთადერთი რაღაც, რაც ამ შედეგს ქმნის, პროცესი. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მარტო ვიდეოებზე არ ვრცელდება. მაგალითად, როცა ვიღაცასთან ერთად ხარ დეიტზე, ვინც ძალიან მოგწონს და ძალიან გინდა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს. და ამ დროს რა ხდება უცებ? ენა გებმის. ან სამსახური, რომელიც ძალიან გინდა რომ მიიღო და ინტერვიუზე უცებ რაღაც სისულელეების ლაპარაკს იწყებ. იმიტომ რომ შენი ტვინი იქ არ არის მობილიზებული, სადაც უნდა იყოს და ერთდროულად ორ ადგილზე ფიზიკურად ვერ იქნება. ჩემი დღიურის პირველ გვერდზე მიწერია ფრაზა Divorce yourself from the fruits of your action. რაც ითარგმნება როგორც გაეყარე, გაშორდი შენი ქმედებების ნაყოფს. ბუდისტური ტრადიციიდან არის ეს ფრაზა და იგულისხმება, რომ ქმედება უნდა ვაკეთოთ ქმედებისთვის და არა მისი შედეგისთვის. შედეგს კი უნდა მივცეთ უფლება, რომ იყოს ის, რაც იქნება. შედეგი არის უბრალოდ ბონუსი. ამიტომ შენც თუ მსგავსი პრობლემის წინაშე დგახარ, კითხე შენ თავს, რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ პროცესი შედეგზე მაღლა დააყენო. მე ეს პრობლემა ამ ვიდეოთი გადავჭერი. გაგიზიარეთ პრობლემა და გადაჭრის მეთოდი, რომელიც მე პირადად ძალიან დამეხმარა და პროცესითაც ძალიან ვისიამოვნე, იმიტომ რომ თითოეული ელემენტი იყო ავთენტური და არა პერფორმანსი, რაც not really my jam. და აი შენს დაფიქრდი, რა იქნებოდა ამ ყველაფრის ექვივალენტური შენი სიტუაციისთვის.